ვირუსები და პნევმონია ზამთრის სეზონზე. თემაზე საუბრობთ შემოგვიერთდა ფთიზიატრი, პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი კახა ვაჭარაძე. დილამშვიდობის ბატონო კახა. დილამშვიდობის მოგესალმებით. მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ბატონ კახა, ვინაიდან ზამთარია, შესაბამისად ამ დროს სხვადასხვა სახის ვირუსი განსაკუთრებით აქტიურდება ხოლმე, ცირკულირებს რაღაც გარკვეული ვირუსები, რომელიც უფრო მეტად ართულებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და პნევმონია ვითარდება ხომ თავისთავად. უფრო მეტ წილად რომ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი იმისგან, რომ სხვადასხვა ვირუსები არ გართულდეს იქამდე, რომ პნევმონიამდე მივიდეს. საქმე ასე ვთქვათ მის გართულებებზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც ყოველთვის თქვენი გადაცემები აქტუალურია, დროულია და შეიცავს იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ასე რიგად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. დიახ, დადგა ზამთარი და მასთან ერთად მოვიდა სასიამოვნო განწყობები, თოვლი, რაც ასოცირებულია ჯანმრთელობასთან, სისუფთავესთან, თხილამურებთან და ასე შემდეგ და ციგურობასთან და ასე შემდეგ. მაგრამ რასაკვირველია, ყველა ქმედებას აქვს თავისი უკუქმედებაც. ამიტომაც ზამთარი მაინც ასოცირდება რესპირაციულ დაავადებებთან და აი წელსაც ზემოთ აღნიშნული პრობლემები ჩვენ წინაშე დადგა და რასაკვირველია, ეს არის უპირველეს ყოვლისა ვირუსული ინფექციები. ვირუსული ინფექციები, რომელიც ხშირად საზოგადოებაში აღიქმება როგორც გაციება. აი ამ გაციების უკან დგას დაახლოებით 200-მდე ვირუსი და ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები. აი სწორედ ვირუსული ინფექციების ერთ-ერთი გართულება ეს არის უკვე პნევმონიები. პნევმონიები ცალკე დაავადებას და ნოზოლოგიას წარმოადგენენ, მას აქვს თავისი კოდიც კი ICD-10, ასე ვთქვათ, დაავადებათა კლასიფიკაციის კოდში და ის წარმოადგენს ერთ-ერთი ვირუსების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებულ დაავადებას მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. რაც შეეხება პრევენციას, პრევენცია ბუნებრივად არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და რაც მთავარია იმ წესების დაცვა, რომელიცაც ხშირად თქვენი ტელევიზიით, სხვა ტელევიზიებით, მასმედიის საშუალებით ექიმები და მედიცინის სფეროსთან დაახლოებული პირები მოუწოდებენ ჩვენ მოსახლეობას. ეს არის სეზონურად ჩაცმა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და რასაკვირველია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების ასე ვთქვათ მართვას და მეთვალყურეობას, რათა არ მოხდეს იმუნოდეფიციტის ფონზე უკვე არსებული ვირუსული ინფექციების გამწვევა და მისი გადასვლა ბაქტერიულ ფლორაში. დიახ, და გარკვეული ჰიგიენური ნორმების დაცვა თავისთავად, რაც უწყობს ხელს სხვადასხვა ვირუსის განვითარებას და გადატანებას და გავრცელებას. ბატონო კახა, რას წარმოადგენს თავად პნევმონია და რა გართულებები შეიძლება მოხვეს ამ ყველაფერს და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ვთქვათ, საწყისი ეტაპი არის, რაც თავის დროზე ყოველთვის დროზე მიეხედება, ასე ვთქვათ, და დროზე მიმართავთ შესაბამის სპეციალისტს, თავისთავად გართულებები უფრო ნაკლები იქნება. მაგრამ მე ვთქვათ ისიც, რომ არ გამოგვეპაროს ეს ყველაფერი და გართულებისკენ რომ არ წავიდეს, მანამდე რა სიმპტომებით გამოირჩევა, რომ მივაქციოთ ყურადღება, რომ დროულად მოხდეს მიმართვიანობა. მოგახსენებ, უპირველეს ყოვლისა, სანამ ჩვენ გადავალთ სიმპტომო კომპლექსზე, საჭიროა მივცეთ კლასიფიკაცია პნევმონიებს, ხომ? საზოგადოება საკმაოდ განათლებულია და ასე ვთქვათ, განიბიურებულია თქვენი სამედიცინო გადაცემებით. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ პნევმონიები იყოფა არა ჰოსპიტალურ, ანუ საზოგადოებაში ასოცირებულ პნევმონიებად, რაც ყველაზე ხშირია და დაახლოებით პნევმონიების 60-70%-ს მოიცავს. ასევე უნდა გამოვყოთ ჰოსპიტალური პნევმონიები, რომელიც თავის მიმდინარეობით კიდევ უფრო მძიმეა და თვით მისი დეფინიცია მიგვანიშნებს, რომ ეს დაავადება უკვე ჰოსპიტალში ვითარდება და ხდება მისი უფრო დამძიმებას თავის სიმპტომო კომპლექსი და მიმდინარეობით. ცალკე თემა ეს არის ასპირაციული პნევმონიები და რასაკვირველია პნევმონიები, რომლებიც დაკავშირებული არის იმუნოდეფიციტურ მდგომარეობაში. ეს არის სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, ეს არის დაავადებები, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ჰორმონული პრეპარატების მიღებასთან, თქვათ კორტიკოსტეროიდი, ქიმიოთერაპიის შემდეგ და ასე. აივ ინფექციაში ცი და პნევმონიები, რასაკვირველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
თავისი მიმდინარეობით რასაკვირველია საზოგადოებაში ასოცირებული პნევმონიები, მათი მიმდინარეობა და გამოსავალი უფრო კეთილსაიმედოა. ეს არის არაჰოსპიტალური პნევმონიები, ანუ პნევმონიები, რომელთა მართვაც და მიცი დასნებოვნება უპირველეს ყოვლისა პაციენტის ხდება არა სტაციონარში და მისი მიმდინარეობაც უფრო კეთილსაიმედოა. ზოგადად ლეტალობა, ანუ სიკვდილიანობა პნევმონიების მერყეობს 5-დან 35%-მდე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პნევმონიების მიმდინარეობა და მისი კლასიფიკაცია დამოკიდებულია მის გამომწვევებზე. ყველაზე მეტად გავრცელებული ეს არის ბაქტერიული პნევმონიები. მისი გამომწვევები აქ არიან გრამდადებითი, გრამუარყოფითი ფლორა, ატიპიური პნევმონიები, მაგრამ ამ შემთხვევაში აერობები, ანაერობები, მაგრამ განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა ბოლო დროინდელმა აი ვირუსული მიმდინარეობა COVID-19 შემთხვევაში ძალიან აქტუალური გახდა ვირუსული პნევმონიები. მათი მიმდინარეობა რადიკალურად განსხვავებულია, მკურნალობის მეთოდებიც მას სპეციფიური აქვს და ამჟამად წამოვიდა ეგრეთ წოდებული სოკოვანი, ანუ ფუნგინული პნევმონიები. ეს კიდევ უფრო მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება პნევმონიების. ეხლა რა შეეხება სიმპტომო-კომპლექსს. სიმპტომო-კომპლექსი ზოგადად რესპირაციული დაავადებები ძალიან გავს ერთმანეთს. ეს არის ხველა, ეს არის სისუსტე, ეს არის ტემპერატურული რეაქცია, ეს არის ის, რასაც ჩვენ ხშირად ვეძახით, აი ზოგად სისუსტეთ ადამიანი, როდესაც აქვს გულმკერდის არეში შებოჭრილობა და რაც ყველაზე რთული ეს არის სუნთქვის უკმარისობა. აი ამ სიმპტომების არსებობის დროს მოუწოდებ ჩვენ საზოგადოებას, რომ პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. ხშირად პნევმონიების მიმდინარეობა არის საერთოდ უსიმპტომოც. ზოგადად მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ აი ვირუსული ინფექციები თავისი გამოხატულებით და მანიფესტაციით გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს ვიდრე პნევმონიები. პნევმონიები შეიძლება შენიღბული იყოს სხვადასხვა დაავადებების ფონზე და ის საერთოდ ასიმპტომურად მიმდინარეობს, მაგალითად აი იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში, მოხუცებში, როდესაც შესაბამისი პასუხი ორგანიზმის იმუნური პასუხი არის დაგვიანებული და შეიძლება საერთოდ ტემპერატურის გარეშეც კი მიდიოდეს ეს ძიმე დაავადება. რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? რასაკვირველია, პირველ ყოვლისა ეს არის მიმართვიანობა ექიმთან და სადაც უკვე იწყება ის სპეციფიური კვლევები, რომელიც საჭიროა პნევმონიის დიაგნოსტირებისთვის. ამიტომაც ჩვენ ცალკე თემას ალბათ შევეხებით გართულებებს და აქვე მინდა მოუწოდო საზოგადოებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ თუ თქვმად დაეწყოთ ვირუსული ინფექცია და გახანგრძლივდა ის ერთ კვირაზე მეც ჩვენ მოგეხსენებათ, რომ რეპლიკაციის დროს, ვირუსების დროს ვრცელდება ერთი კვირა და აი ამ შემთხვევაში ასე ხშირად გავრცელებული ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩვენ ვიცით, რომ ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს, ამიტომ ჩვენ ერთადერთს რასაც ვაკეთებთ იმას, რომ ვაძლიერებთ ანტიბიოტიკორეზისტენტობას ჩვენ ორგანიზმში. აი მაშინ, როცა ვირუსული ინფექცია უკვე გადადის ბაქტერიულ ფლორაში, ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია პირდაპირ ნაჩვენებია. დიახ, და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ჩვენ მოუწოდებთ ჩვენს მაყურებელს, რომ არ მიმართონ თვითნებურ მკურნალობას, თავისთავად მით უფრო ანტიბიოტიკებით, რომელსაც დაეწაფებიან ხოლმე მაშინათვე სამწუხაროდ და გარდა ამისა კიდევ თავადვე გამოაქვთ გარკვეული დასკვნები თუ რა ჭირდებათ მათ და შეიძლება ასევე წავიდნენ მიმართონ რენტგენოგრაფიას და ესეც შეიძლება თუ არა იყოს დასხივება როგორც ასეთი, როგორც ეძახიან ხოლმე საზიანო ჯანმრთელობისთვის. მე აღვნიშნე, რომ ყოველ ქმედებას აქვს თავისი უკუქმედება. ყველა მოქმედება უნდა იყოს რაციონალური და მიზანმიმართული. დღეს მედიცინა ისე როგორც ნებისმიერი დარგი დგას ორ ძირითად მოთხოვნაზე და ეს ხაზგასმით არის აღნიშნული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ნებისმიერ რეკომენდაციებში, გაიდლაინებში, პროტოკოლებში და რომელსაც ეროვნული გაიდლაინებიც მიყვება, ხო? უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა იყოს უსაფრთხო და ეფექტური ქმედებები, დაწყებული დიაგნოსტიკის მეთოდებით, დამთავრებული მკურნალობით. აქ რასაკვირველია, როდესაც საკითხი დგება პნევმონიების დიაგნოსტიკაზე, პნევმონია რა არის? ეს არის ფილტვის ქსოვილის პარენქიმის ანთება და მისი დიაგნოსტირება გარდა აუსკულტაციური, პერკუსიული და პალპაციის და ასე ვთქვათ,
ვიზუალური პაციენტის გასინჯვის გარდა აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს რადიოლოგიურ კონფირმაციას, ანუ რადიოლოგიურ დადასტურებას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ არ არის რადიოლოგიურად დადასტურებული პნევმონია, აუსკულტაციით, ანუ მოსმენით შეიძლება ისმოდეს სხვადასხვა პათოლოგიური ხმები, მაგრამ ეს პნევმონია არ იყოს. ეს იყოს სხვა ის დაავადებები, რომელსაც ანალოგიური, ვთქვათ, სიმპტომო კომპლექსიც ახასიათებს და მოსმენის შედეგაც, ანუ აუსკულტაციური ფენომენებით შეიძლება იყოს. ძირითადად ეს არის კრეპიტაცია, ანუ სველი ხიხინი, რომელიც მოისმინება. თუმცა ამის უკან შეიძლება სხვა დაავადებებიც იყოს. ძალიან საინტერესოა, რომ პნევმონია წარმოადგენს როგორც პირველად დაავადებებს, ისე ძირითადი დაავადებების გართულებას და ერთ-ერთი ყველაზე ხშირია ეს არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. აი მისი ყველაზე ხშირი გართულება ფქოდი ეს ჩვენ არაერთ გზის გქონია თქვენ გადაცემაში ამაზე საუბარი. პნევმონია წარმოადგენს აი ამ ძიმე დაავადების თვითონ ფქოდის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, რომელიც სიკვდილიანობა გაცილებით აღემატება პნევმონიების პროცენტულ მაჩვენებლებს სიკვდილიანობის მესამე ადგილზეა ფქოდის და აი სწორედ მის უმთავრეს და უპირველეს გართულებას წარმოადგენენ პნევმონიები. დიახ, თქვენ ახსენეთ ასევე ჰოსპიტალური პნევმონია, ხომ? კი, ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ, ეს უფრო გართულებული ფორმა თუ რას წარმოადგენს და როგორ ხდება მისი მართვა? მოგახსენებთ, უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ჰოსპიტალური პნევმონიები თავისი მიმდინარეობით გაცილებით უფრო მძიმეა ვიდრე არაჰოსპიტალური პნევმონია, ანუ ამბულატორიული პნევმონიები, ანუ საზოგადოებაში ასოცირებული პნევმონია. ეს არის ის შემთხვევები, როდესაც პაციენტი სხვადასხვა ნოზოლოგიის გამო დაავადების გამო ხვდება სტაციონარში და აი იქ მას უვითარდება იმუნოდეფიციტის ფონზე პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება. ეს კიდევ უფრო მძიმე მიმდინარეობა და შესაბამისად გართულებებისა და სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებებიც იმატებს. ორიოდე სიტყვით ჩვენ შევეხოთ მაინც პნევმონიების გართულებას, ეს არის დაწყებული სუნთქვის უკმარისობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც დღეს საზოგადოებას მოუწოდებ, რომ ყურადღებით მოусმინონ თავის ორგანიზმს და არის ესეთი სპეციფიური, ასე ვთქვათ, მოწყობილობები, რასაც ქვია პულსოქსიმეტრები. ანუ ეს არის ის, როდესაც ჩვენ პერიფერიულ სისხლში შეგვიძლია ჟანგბადის შემცველობის განსაზღვრა. აი ნორმაში ის უნდა იყოს 94-დან 100-მდე. ეს ყველა სააფთიაქო ქსელში იყიდება, ხელმისაწვდომია და დღესდღეობით ფაქტიურად ყველა ოჯახში ის იკავებს თავის ღირსეულ ადგილს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო საშუალება და აი ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ 94-დან 100%-მდე ეს არის ნორმა, 90-დან 94-მდე ეს არის უკვე საგანგაშო მდგომარეობა, ხოლო 90-ის ქვევით პაციენტი უკვე საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ან ჟანგბადის დახმარებას. ეს ერთ-ერთი რასაკვირველია გართულება პნევმონიების. გართულებების სიაში შეგვიძლია გამოვყოთ ისეთი მძიმე გართულებები, როგორც არის სისხლიანი ხველა, ანუ ჰემოფტიზისი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და პირველივე სიმპტომის დროს პაციენტმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და მის პირად ექიმს. ეს არის ხველა, ეს არის პროფუზული ხველა, არის მშრალი ხველა, არის პროდუქტიული ხველა და რაც ყველაზე მძიმე გართულებაა პნევმონიების და ეს პაციენტები ხვდებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, რეანიმაციაში, ეს არის რესპირაციული დისტრეს სინდრომი. როდესაც რესპირაციული დისტრეს სინდრომი მოიცავს სუნთქვისწვავე უკმარისობას, ცხელებას, დესტრუქციას ფილტვებში, შესაბამისად პნევმონიების მიმდინარეობა შეიძლება იყოს ლატენტური, ანუ ფარული, ან ის იყოს დაკავშირებული უკვე მანიფესტაციასთან და გამოხატულთან. აი ამ შემთხვევაში დიდი ყურადღება უნდა იქნეს გამოჩენილი განსაკუთრებით იმ პაციენტების მიმართ, რომლებიც არიან იმუნოდეფიციტის მდგომარეობაში, ბავშვები, იმიტომ რომ მათი ჯანმრთელობა საკმაოდ ლაბილურია და უეცრად იცვლება და მძიმდება მდგომარეობა და რასაკითხველია მოხუცები, რომლებიც უკვე 70 წელს გადაცილებული არიან და პნევმონიის შკალები ძალიან ბევრია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი და პრაქტიკოსი ექიმისთვის გამოყენებიდი ეს არის CURB 65. აი ზუსტად 65 მიუთითებს ასაკზე პაციენტის, ვინაიდან 65 წლის ზევით პნევმონიების მიმდინარეობა და მის სიხშირე სულ უფრო და უფრო მატულობს. დიახ.
ბატონ კახა, ავადობის პერიოდში, როდესაც სხვადასხვა მწვავე ვირუსები არის, ასე ვთქვათ, რესპირატორული ვირუსები, ხომ? ასეთ შემთხვევაში უფრო საზოგადოებაში გავრცელებული ასეთ დამოკიდებულება, რომ ხველებამ შეიძლება დიდი ხანი გასტანოს და თითქოს ამას არ აქცევენ ყურადღებას. რომ მივცეთ რჩევა ჩვენს მაყურებელს იგივე ბავშვების შემთხვევაში და უფროსი ასაკის წარმომადგენლებისთვის ყურადღება რომ მიაქციონ და გაამახვილონ, რომ რამდენი დღე არის დასაშვები ხველებისთვის, აი ამ ვირუსული ფონისთვის, რომ მისაღები იყოს და რა პერიოდიდან უნდა მიექცეს ყურადღება. ხველა წარმოადგენს ერთ-ერთ უფრო ყველაზე ხშირ სიმპტომო კომპლექსს არა მარტო პნევმონიებში, არამედ სხვა რესპირაციული, ანუ სასუნთქის სისტემის დაავადებებში და ის დაახლოებით მოიცავს სიმპტომების 50-60%-ს. ანუ 50-60%-ში ყველაზე ხშირად მინდა აღვნიშნო ჩვენ რესპირაციული დაავადებებში და მათ შორის პნევმონიებში ხდება ხველის სიმპტომი. ეს გასაგებია. ხველა იმდენად ხშირი გახდა, რომ დღეს მას მიენიჭა არა მარტო როგორც სიმპტომის, არამედ დაავადების სტატუსი. და არის სპეციალური კოდიც R05, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია უკვე ხველა შევიყვანოთ დაავადებების სიაში. ეხლა რაც შეეხება ხველის დეფინიციას თვითონ. ხველა არის ბიძგისებური ამოსუნთქვა, რომელიც არის მიმართული ტრაქეობრონქიალური ხის განთავისუფლებისგან, სეკრეტისგან და სხვა რაიმე უცხო ნივთიერებებისგან. ხველა იყოფა თავისი ხანგრძლივობით 3 ეტაპად. მწვავე ხველა, ეს უნდა ვიცოდეთ აუცილებლად, ეს არის დაახლოებით როცა გრძელდება ხველა 4 კვირა, ანუ 1 თვის განმავლობაში, ქვემწვავე ხველა, რომელიც 4-დან 8 კვირამდე გრძელდება და აი 8 კვირის შემდეგ, ანუ 2 თვის მერე ხველაზე ენიჭება უკვე დეფინიცია ქრონიკული ხველა. აი სწორედ ქრონიკული ხველა წარმოადგენს იმ საყურადღებო და მეტად მნიშვნელოვან სიმპტომო კომპლექსს, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად ადეკვატურად აღქმული. აი სწორედ ხველის ქრონიკული ხველიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე უნდა მივიტანოთ ეჭვი სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებზე, ან იმ დაავადებებზე, რომელიც ბაზისური იყო, პაციენტი იყო დაავადებული, მაგრამ გამწვავდა, ვთქვათ, ისეთი დაავადებებით, როგორც არის პნევმონიები. კიდევ ვიმეორებ, რომ პნევმონიები თავისი მიმდინარეობით და ეტიოლოგით იყოფა როგორც ბაქტერიულად, ისე ვირუსულად, იღებს სოკოვანი პნევმონიები და ატიპიური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ხველის ფაქტორს, ხველა შეიძლება იყოს როგორც პროდუქტიული, ანუ ნახველის გამოყოფით მიმდინარე ხველა, ასევე მშრალი ხველა. ყველა დაავადებას ახასიათებს თავისი, ასე ვთქვათ, სპეციფიური ხველის მიმდინარეობა. ამიტომაც, როდესაც ხველა გახანგრძლივდება და ჩვენ მას ერთ-ერთ ყველა გახანგრძლივებული ხველა, ეს არის ინფექციურ ხველას უწოდებთ, პოსტინფექციური ხველა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს თვეების განმავლობაში. რასაკვირველია ამ შემთხვევაში ჩვენ თავი არ უნდა დავიმშვიდოთ, რომ ეს მხოლოდ ლატენტურად მიმდინარე ხველაა და არ წარმოადგენს აგრესიულ ფაქტორს, პირველივე ესეთ გახანგრძლივებული ხვევის ეპიზოდში ჩვენ უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, პედიატრს, ალერგოლოგს, პულმონოლოგს თავისავთ, ფტიზიატრს, ვინაიდან ხველის ფაქტორის უკან შეიძლება იმალებოდეს ისეთი დაავადებები, როგორც არის ფილტვის კიბო, პნევმონიები, რასაკვირველია ჩვენ ვთქვით, ტუბერკულოზი, იდიოპათიური ფიბროზი, ბრონხოექტაზიური დაავადება, ცისტური ფიბროზი. ხედავთ, მთელი ჩამონათვალია იმ დიდი სიისა, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს ხველის ფაქტორით. მნიშვნელოვანია დროული მიმართვიანობა. აუცილებლად რადიოლოგიური კვლევა ითვლება ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან და პარალელურად აუცილებლად ბაქტერიოლოგიური კვლევაც უნდა ჩატარდეს პაციენტთან მიმართებაში. ბატონ კახა, მოგბრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის, თქვენ კი შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ფიზიატრი, პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი კახა ვაჭარაძე.